მოგესალმებით. მსოფლიოში არაერთი ადგილია, სადაც შეგიძლია კარგად დაისვენო, იცურაო და გაერთო. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ უსაფრთხოებაზე, მაშინ უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა წყალი უსაფრთხო ნამდვილად არაა. დღევანდელ ვიდეოში შევკრიბეთ მსოფლიოს ყველაზე სახიფათო წყლების ჩამონათვალი. ზოგიერთ მათგანში ადამიანი პირდაპირ გაგებით იხარშება, ასე რომ მოკალათით კომფორტულად და უყურეთ ვიდეოს თავიდან ბოლომდე. ნიოსის ტბა, კამერუნი. ის მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთის რეგიონის მენჩუმის დეპარტამენტში. ეს ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ტბა სინამდვილეში ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს. 1986 წლის 21 აგვისტოს ტბაზე მოხდა ლიმონოლოგიური კატასტროფა, რომელმაც შეიწირა დაახლოებით 1700 ადამიანის სიცოცხლე. 2 წლით ადრე კი 1984 წლის 15 აგვისტოს მსგავსი კატასტროფა დატრიალდა ასევე კამერუნში, მანუნის ტბაზეც, სადაც მსხვერპლთა რაოდენობამ 37-ს მიაღწია. ორივე კატასტროფის დროს ტბიდან დიდი სისწრაფით ამოიფრქვა ნახშირორჟანგი. გაზმა გაანადგურა ტბის გარშემო 27 კილომეტრის რადიუსში არსებული ყველა ცოცხალი არსება. ტრაგედიის ადგილზე მისულმა მეცნიერებმა მთელი მსოფლიოდან დაადგინეს, რომ ტბა მდებარეობს ვულკანის კრატერში, რომელიც ყველას სჯეროდა, რომ არააქტიური იყო, თუმცა ძალიან ცდებოდნენ. ნახშირორჟანგის მაქსიმალური კონცენტრაციის დაგროვების შემდეგ გაზმა დაიწყო ზედაპირზე გაჟონვა და უზარმაზარი ბუშტუკების სახით ამოვიდა ზემოთ. ქარმა კი ეს ერთგვარი გაზის ღრუბელი დასახლებამდე მიიტანა, რამაც საბოლოოდ გამოიწვია კატასტროფა და 1700 ადამიანი დაიღუპა. კივუ, ტბა აღმოსავლეთ აფრიკაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და რუანდის საზღვარზე. მისი ფართობი 2700 კვადრატული კილომეტრია, სიღრმე 500 მეტრს აღწევს. მდებარეობს ტექტონიკურ ქვაბულში, 1460 მეტრს სიმაღლეზე. ტბა უძველეს დროს წარმოიქმნა ვულკანური ლავებით. ნაპირები ციცაბოა და შეჭრილ-შემოჭრილ. ტბაში დაახლოებით 150-ზე მეტი კუნძულია. მდინარე რუზიზით უკავშირდება ტანგანიკის ტბას. ამავე ტბაზე მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტკნარ წყლებში არსებული კუნძულიც. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კივუს ტბა ვულკანური აირების უზარმაზარი მარაგის გამო პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე საშიში ადგილია. კვლევების მიხედვით მის ფსკერზე დაახლოებით 65 კუბური კილომეტრის მეთანისა და 256 კუბური კილომეტრის ნახშირორჟანგის საცავია, რამაც შეიძლება გლობალური კატასტროფა გამოიწვიოს თუ კი ის ზედაპირზე აღმოჩნდება. კივუს ტბის ნაპირზე დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ეს ხალხი ამ ტბაში ჩვეულებრივად მუშაობს, ისინი თევზებს იჭერენ, ბანაობენ, ნავებით დაცურავენ, ცხოვრობენ მოკლედ ამ ტბით და ტკბებიან ცხოვრებით, მაგრამ ვერც კი გრძნობენ, რომ ამ ტბამ შეიძლება ერთ დღესაც მათი სიცოცხლე წაიღოს. ეს ტბა, კივუ, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ტბა მთელს მსოფლიოში. მდუღარე ტბა დომინიკა. ეს მდუღარე ტბა მსოფლიოში სიდიდით მეორე ცხელი ტბა. გარდა იმისა, რომ ტბა ძალიან საშიშია, ის მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ და უნიკალურ ადგილად ითვლება. ტემპერატურა 197 ფარენგეიტს აღწევს. ტბა თითქმის განუწყვეტილ დაფარულია ორთქლის ღრუბლით, რადგან ის ყოველთვის დუხს და ორთქლით ზემოთ ამოდის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ნაცრისფერი წყალი ყოველთვის ბუშტიანია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან საშიშია, მთელი მსოფლიოდან ტურისტები მის სანახავად ყოველწლიურად სტუმრობენ ამ ადგილს. მაგრამ საკმარისია ერთი შეცდომა და თუ კი რაიმე ცოცხალი არსება ამ ტბაში აღმოჩნდება, ის იქიდან ამოსვლას ვეღარასდროს შეძლებს. კავა ჰიჯენის ტბა. ჰიჯენი ეს ვულკანური კომპლექსია ინდონეზიაში, კუნძულ იავაზე, რომელიც 10-ზე მეტი ვულკანური ობიექტისგან შედგება. ამ 10 ვულკანურ ობიექტს შორისაა ზუსტად ჯადოსნური კავა ჰიჯენი. ტბა, რომელიც ვულკანის კრატერშია წარმოქმნილი და ითვლება, რომ ეს ტბა მსოფლიოში ყველაზე მაღალი მჟავიანობის ტბა. აქ ხვდებით გასაოცარ ვულკანსაც. ეს არის ერთადერთი ვულკანი მსოფლიოში, რომლის ლავა არის ცისფერი. ამ არაჩვეულებრივი ვულკანის სანახავად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩადის აქ ხალხი. უჩვეულო ცისფერ ლავასთან მნახველებს შეუძლიათ ახლოს მისვლა. აქ იმართება ძალიან ხშირად პოპულარული ტურისტული მარშრუტებიც. მომწამლელი აირების გამო აირწინაღის გარეშე აქ გაჩერება პრაქტიკულად შეუძლებელია და ძალიან სახიფათოა. თუმცა ეს არ აშინებს ტურისტებს და ფოტოგრაფებს, რომლებიც აქ დედამიწის ყველა კუთხიდან ჩადიან. მაგრამ რამდენად უსაფრთხოდ არიან ისინი, ეს უკვე საკითხავია. ჩვენი ვიდეოც ასე მიიწურა. ასეთი იყო ყველაზე სახიფათო ტბების ჩამონათვალიც. ეს არის ჩვენი ახალი არხი Boomstory. ამიტომაც თუ გსურს, რომ ამ არხზე იხილო უფრო მეტი ვიდეო, აუცილებლად მოიწონე ეს ვიდეო და გამოიწერე არხი. მე კი შემდეგ ვიდეომდე გემშვიდობებით. დროებით.